მალულად ხდება გადატანა მოხდა გადატანა არ იყო წინასწარ გაცხადებული. ამაზე საუბარი ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა, ამაზე მსჯელობა ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა და იყო ძალიან ცალსახა პოზიცია. რომ ეს ადამიანი არის ოკუპანტი, მნიშვნელობა არ აქვს დაიბადა თუ არა საქართველოში. ეს ცნობილია ბატონო აკაკი, ამაში შეიძლება ჩვენი მაყურებლის 50%-ზე მეტი გეთანხმებათ. ამაზე არ არის საუბარი. რატომ მოხდა ესე ფარულად, ესე მალულად, რატომ არ არის უთითავს ადგილობრივი თვითმმართველობის საყდარჩევის ადგილობრივების. ჩემი აზრით ამ თემაზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება ტელევიზიამ ეს საკითხი წახსნას, თუ რატომ მოხდა ამ ძეგლის გადატანა და ვინ იყო ეს ადამიანი რეალურად ქართული საზოგადოების და ის რომ არ იყო ქართული გმირი, მიუხედავად მის მაღალი ასე თქო ცნობადობისა მსოფლიოში ამაზე ტელევიზიამ ეს ინფორმაცია გამოშვება ხონდა ძალიან ვრცლად საუბარი ამიტომ მაგარ მინდა რომ ამაზე დრო დავკარგოთ დიახ თქვენ ტელევიზია ზოგადად საუბრობ ბუნებრივია ეს ყველაზე არის საუბარი შემეცნებით ინფორმაცია მიეწოდოთ ადამიანებს მათ შორის ჩვენც ჟურნალისტი მაინც ვერ მივიღე პასუხი შეიძლება რომ თუნდაც დაარღვია ვთქვათ იქ მაგრამ არ დაურღვევი არაფერი შორიდან გადაღების საშუალება აქვს ყველა კამერას ძალიან რთულია ამის გამო შეიძლება მას წაართვა მასალა ცემო და კონფისკაცია გაუკეთო კამერის ეს დეტალები გაირკვევა ბუნებრივია თუ კანონდარღვევა იქნება ამაზე პასუხს აგებს ადამიანი როგორც აგებდნენ ყოველთვის პოლიციის თანამშრომლები თუმცა არის ესეთი შემთხვევა და შეიძლება ძალიან ბევრია მსოფლიოში ესეთი შემთხვევა როცა ჟურნალისტი არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლებს რომელიც ახორციელებს კანონიერ უფლებასრულებას და ამ არ დამორჩილებულში იყენებს კამერას ან სხვა საშუალებებს და ბუნებრივია ხდება ჩამორთვა შემიძლიათ მაგალითების მოგიყვანოთ სამართლებრივი ბაზიდან პოლიტიკური ბაზიდან ყველანაირი ბაზიდან თუ ეს არ დამორჩილებაა ეს უკვე ნიშნავს სამთო თქვენ ამ მიმართულებით მიყავს მაგრამ თუ არ არის და არ დამორჩილება დაიჯებიან პოლიციელები თუნდაც თვითონ ახლა ეს ცალსახაა ადგილობრივი პოლიციის უფროსი რომელიც მიაკითხა ტრიალეთში ამ ადამიანს ასაყვანად და წასაყვანად დაკითხვას თუ კანონდარღვევა ვინც შეაიძინეს კანონდარღვევას და კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გაუსვა რომ ჟურნალისტიკა არ გულისხმობს იმუნიტეტს ისე როგორც არ არის იმუნიტეტი პოლიციის თანამშრომლობა თუ ერთი ან მეორე არ ყოფს კანონს ორივემ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრი მაგალითია ძალიან დიახ ძალიან ბუნებრივია ყოველს ობიექტურად ინტერესდება და ძალიან ბევრი მაგალითია იმისა რომ სამართალდამცავები იქნებიან მათ შორის დეპუტატები იქნებიან მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები რომლებიც დაისაჯნენ ძალიან მკაცრად იმიტომ რომ დაარღვიეს მათ შორის ჩვენი გუნდის წარმომადგენლები დაისაჯნენ იმისათვის რომ დაარღვიეს ძალიან ბევრი გვახსოვს ჩვენ როდესაც საუჯელობა მეფობდა ქვეყანაში ძალიან ეს ამ გაგაცემის თემა ვერ იქნება ბატონო ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი მინდა კითხოთ სტალინის ძეგლის აღება არაპოპულარული გადაწყვეტილება პლუს დაბეგრვა ვთქვათ ახალი საგადასახადო სისტემის შემოტანა განათლების დაბეგრვა ხარისხიანი განათლების ხარისხიანი ჯანდაცვის პლუს განათლებაში ვთქვათ იქ სკოლებში მიმდინარე რეფორმა რომელიც მასწავლებლების სკოლებიდან გაშვებას ითვალისწინებს ახალი სადამსჯელო ღონისძიებების შემოღება ექიმებისთვის ეს ყველაფერი რატომ არ ვიცოდით ჩვენ არჩევნებამდე თუ კი ხელისუფლება ამას აპირებდა ეს ძალიან დიდი ბოდიში ერთი თქვენთან განაცხადეთ რომ სტალინის ძეგლის გადატანა იყო პოპულარული ნაბიჯი და მას თქვენი მაყურებელიც ადასტურებს ამიტომ არასწორად გაკეთეთ ბრაზილიაში რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის ეს იყო არაპოპულარული არა მოდი ეს თქვა ძალიან მე მგონია ძალიან ცდებით ამასთან დაკავშირებით რომ ისე ძალიან ადამიანები იცით თქვენ ნუ ვიკამათებთ რომ მათ საერთოდ სხვანაირ შეხედულება ქონდათ ამ თემაზე ბუნებრივია არსებობენ ბევრი ადამიანები რომ სხვა პოზიციები ექნათ როცა ამა თუ იმ საკითხის პოპულარობაზე ან არაპოპულარობაზე საუბრობთ გავითვალისწინოთ უმრავლესობა ხო იმ მოსახლეობის თორე ხა ძალიან ბევრი პოზიცია არსებობს და არსებობენ ადამიანები რომელსაც სურთ რომ საქართველოს იყოს რუსეთის გუბერნია და არის არაპოპულარული ნაბიჯი. ეხლა გავიაროთ საგადასახადო კოდექსი. თუ შეიძლება დეტალურად ვერ გავივლეთ, ძალიან ბოდიში. მე მინდა გითხოთ ზოგადად თქვენ რატომ შეცვალეთ ტონი? რატომ გაამკაცრეთ დამოკიდებულება ქვეყანაში ყველაფერთან მიმართებაში? მე მგონი ცდებით ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის გაუგებარია საერთოდ მასწავლებლების თემა საიდან წამოვიდა, რა მასწავლებლების თემა, რა მასწავლებლების გაშვების თემა. თქვენიც რომ ძალიან ავტონომიურია სკოლები და სკოლები თვითონ წყვეტენ ადამიანების მიღება არ მიღებას და არავით არის მასიური გაშვება ადამიანებს. 18 საათზე ნაკლები ვინც ეკნება მას უნდა მას ატოვებინებენ სკოლას ასეთი ახალი განკარგულება ესეთი შეგიძლიათ მოიკითხოთ სკოლაში. არა დავასრულებ თუ შეიძლება მასიური ეს გაშვება არ გაშვება მასწავლებლებს არ ხდება და არც მოხდება ეს არ გადაწყვეტილება კონკრეტული სკოლის. დიდი ბოდიში მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა უწყებებში, კერძო უწყებებში ვინმე დაითვალა რამდენ ადამიანს იყვანენ და ნუშება. ეს ჩვეულებრივი მოვლენა რომელიც ხდება ჩვეულებრივად. აქ არავით არ მასიური გაშვება არ ხდება და თხოვთ ესეც გაარკვევთ. რაც შეგვიძლია გავიაროთ საგადასახადო კოდექსი. და გთხოვთ დამისახელოთ ის მუხლები, რომელსაც გააუარესა, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ მიდგომის ამა თუ იმ სფეროს ყოფა, ან უფრო მეტად გაზარდა
საგადასახადო განათლების სისტემა, რომელიც არ იგეგმებოდა და დაიბეგრება ამიერიდან და გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ხარისხიანი განათლება ამ ქვეყანაში მიიღოს. მოდი ასე ვთქვათ, ძალიან ზედმეტად უტრირებას ხდება ექსპერტების მხრიდან, როცა ამაზე საუბრობენ. თუმცა შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, ამდენად შეიძლება უნივერსიტეტების დაბეგრვა, გაზრდა ამ დაბეგრვის თუ ამის შემცირება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ცალსახა არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, რომ შეიძლება ეს გადაიხედოს ბატონობა, კი, შეიძლება ეს არ არის საბოლოო გაწყვეტილება, შეიძლება ეს გადაიხედოს, შეიცვალოს გაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და საპარლამენტო მსჯელობები იმისთვის არის, რომ იქაში შევიდეს ცვლილებები, რაღაცა შეიცვალოს, რაღაცა არ შეიცვალოს. თავარი რაც არის, რომ ჩვენი მიდგომა და საგადასახადო კოდექსის გამოხატულება სწორედ ეს არის, რომ გადასახადების შემცირება და საგადასახადო ტვირთის შემცირება ეს იქნება მეწარმეები თუ სხვა ერთეულები, იმიტომ რომ თავარი ეკონომიკისთვის არის და ეს არის ამ სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამ პოლიტიკურ ჯგუფის ფუნდამენტი, რომ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი უნდა დარჩეთ ადამიანს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერევოს სახელმწიფო და წაიღოს გადასახადი. როცა ვლაპარაკობთ მაგალითად უმაღლეს გადაწყვეტილებებზე, ასე უნდა ვთქვათ, რომ მცირე ბიზნესს საერთოდ აღარ მცირე ბიზნესის დაბეგურება. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მცირდება სხვა ტიპის დაბეგურები. მართალია იზრდება, აქ არის საუბარი, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტებზე, ასევე საუბარია აქციზის გაზრდა ალკოჰოლურ სასმელზე. ეხლა რა ხდება? თუნდაც ამას თეორიაში ძალიან მოკლედ შევდივართ. როცა ეს ფინანსური და კრიზისი არის, მსოფლიოში ყოველს არის მიდგომები და მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთის მხრივ ჩვენ უნდა შევამციროთ სახელმწიფო ხარჯები და ამას აკეთებს საქართველოს და მეორეს მხრივ ჩვენ უნდა შეიძლება გავზადოთ მოკლე პერიოდისთვის, მხოლოდ მოკლე პერიოდისთვის გარკვეული გადასახადები, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ეს ფინანსური კრიზისი გადავიტანოთ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დავა, პოლიტიკური მიმართულება და ამაზე საუბარია. იმედია ყველა ამ რეფორმის შედეგად საქართველოს ამოვა როგორme იმ არშემდგარი სახელმწიფოების რიცხვიდან, რომელშიც ის მოხდა გასულ კვირას გახდა ჩვენთვის. შეგედავებით, რომ არშემდგარია, თუმცა როცა საუბრობთ საგადასახადო კოდექსი გახდა ტვირთი, ამასე მე მოგვიწოდებთ, რომ თქვათ, რომ ძალიან რიგ მიმართულებებში, რიგ მიდგომებში კიდევ უფრო ლიბერალური გახდა განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის და მეწარმეებისთვის, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში და უფრო მომხიბლოს ხდის ინვესტორების საგადასახადო. ესეც ვახსენოთ ხოლმე, როცა რამაზ გადაწყვეტს საუბარი. კარგი, თქვენი რეკომენდაციები მრავლად ქონდა ამ ჩვენი ფუნქციაა, თქვენ რეკომენდაციების ჩემი პოზიცია მე შეიძლება მეც დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და მეც უფლება მაქვს გამოხატო ჩემი პოზიცია. როგორც ჩვენს მაყურებელს აუცილებლად დიდი მადლობა ეს გახდა დვადნი აგაკიმინაშვილი ნაციონალური მოძრაობა ჩვენ დროებით რეკლამაზე გავალთ რეკლამის შემდეგ თქვენ შეხვდებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს დროებით